Partija გახარია საქართველოს ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება ტელეკომპანია იმედთან ადგილზე შეკრებილები კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებენ. უცნაურია და სამწუხაროა, რომ მაშინ როცა უნდა ვიყოთ ძალიან განვითარებული ქვეყანა, დაირქვა ხელისუფლება და ეს საკუთარ ამომრჩეველს მოატყუეს და დაპირეს და ჩამოანგრიეს იმედის ტელევიზია მთელი 16 მაყურებელს. ჩვენი მთავარი მესიჯი არის, იყენებს იმედი თავის ტელევიზიას ხალხის მოტყუებისთვის და მათზე ფსიქოლოგიური ძალადობისთვის. გააშუქოს ის რეალობა, ის სამწუხარო რეალობა, რაც დღეს ჩვენ სახელმწიფოში დგას, რომელიც არალეგიტიმურმა მთავრობამ შექმნა. ხალხზე ძალადობენ ფსიქოლოგიურად, ემოციურად და ფიზიკურადაც და იმედის პროპაგანდისტული ტელევიზია ამას არ აშუქებს. ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი არის ის, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ, რომელმაც ჯერ მოკპარა არჩევნები, შემდეგ კი საკუთარ ხალხს ვედაპირდა მშვიდობას საქართველოს ქუჩებში და თბილისის ქუჩებში და მოუწყო ომი. მთავარ იდეოლოგიურ საფუძველს უქმნის იმედის ტელევიზია, რომელიც ტელევიზიაში აშუქებს ძალადობას, აშუქებს პოზიტიური კუთხით მათთვის პოზიტიური კუთხით და ახალისებს ძალადობას, რომელიც თბილისის ქუჩებში უკვე მე-16 ღამეა ხორციელდება. ამ ტელევიზიას არ აქვს უფლება, რომ ან ვინმეს ნაცი ეძახოს, გააშუქოს ტყუილი და ძალადობა წაახალისოს ყოველდღიურად.